მოგესალმებით მეგობრებო, მე დაგიბრუნდით, მე ვარ საბა და დღეს ვიღებ Minecraft P, იგივე Pocket Editions. ამ ვიდეოში მე დღეს უნდა შევაჯიბრო Ender დრაკონი და ვიზერი ერთმანეთს. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვეულებრივი სამყარო, იმიტომ შევარჩიე, რომ როდესაც წყალ სამყაროში ვარჩენთ Ender დრაკონს, სულ მაღლა და მაღლა ადის. და მე როდესაც თოკის კავშირი წყდება სამწუხაროდ. ამიტომაც თუ ჩვეულებრივ სამყაროს აირჩევთ, დრაკონის ზევით არავა პირიქით ქვევით ჩათხრეს და ასევე ვიზერიც ესე აკეთებს სიმართლე რო გითხრათ. ზოგიერთი თორემ ხშირად სამწუხაროდ და ხშირად ვიზერები სულ ცაში დაფრინავენ და მობებს უღებენ ბოლოს. მოდით პირველ რიგში გავაჩინოთ Ender დრაკონი. Ender დრაკონის გაჩენაზე ვიდეოც მაქვს გადაღებული. ჩემი პირველი ვიდეო იყო და იმედია ეს ვიდეოც მოგეწონებათ და მოდით მანამდე გავაჩინოთ Ender დრაკონი. და ესეც სამი. ესეც ასე. დრაკონიც გავაჩინეთ. ჯანდაბა. მოიცა, სად მიდიხარ? ეჰე! გახელობა რო გაქრა რა. რატო ქრებიან ვერ მივხვდი. სამწუხაროდ მეგობრებო, გაქრა თავიდან რომ ვცადე, არ გაქრა. ანუ ზევით არ აფრინდა. სულ ქვევით ხრიდა და თხრიდა. და აქ რატომ დაიწყოს მაღლა ფრენა მიგვირს. მოდით მეგობრებო, თავიდან გავაჩინოთ ვიზერი. ვიზერი კი არა და Ender დრაკონი. პრინციპში ვიზერიც გასაჩენია. მეგობრებო, სიახლეს გეტყვით. ესე იგი, მე ვაპირებ, რომ დავიწყო უკვე Pocket Edition-ის გადარჩენის რეჟიმის გადაღება. და იმედია, რომ გამიმართლებს და იღბალი მინდობს. ჯანდაბა, სუმონ, ბრძანება, დრაგონ. იმედია, ყველა მიცის ვიზერის გაჩენა, როგორ უნდა. თუ არ იცით, როდესაც ჩვენ გავაჩენთ, დაინახავთ, როგორ სპავნდება ვიზერი. როგორც ყოველთვის წყალში გადამაგდოდა. ეს დრაკონი სულ მაღლა რატომ იფრინავს რა. მოდით მეგობრებო, ამჯერად მოდესავა ფეთქო და სხვა ტაქტიკას მიმართავ. გავაკეთებ Ender პორტალს და იქ მყოფ Ender დრაკონს შევაბრძოლებ ჩემს მიერ აშენებულ ვიზერს. ესე იგი, პორტალის ასაშენებლად ჩვენ დაგვჭირდება End პორტალი, ასევე დაგვჭირდება Ender თვალი. Eye of Ender. თუ იმ მარც Ender პორტალის გაკეთება, ახლა გასწავლით. ესე უნდა დავდოთ, ეს სამ ბლოკი, ოღონდ ისე რომ კუთხეებში არ იდოს. აი ესეთი ბლოკები არ უნდა იდოს კუთხეებში. შემდეგ ვდგებით შუაში და ესე ვდებთ Ender თვალებს. ესე 1 2 3 და ბოლოს სამეული 1 2 და 3. ესე გადაგვიყვანა Ender სამყაროში და დაველოდოთ როდის ჩაიტვირთება. ესეც ასე მეგობრებო ჩაიტვირთა და ვნახოთ სად არის ჩვენი Ender დრაკონი. საკმაოდ მაღალი შენობებია. როგორც იქნა, მის სამყაროში ქვევით ჩამოდის. მოდით მეგობრებო, ახლა კი აი აქ გავაჩინოთ ვიზერი. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება სულ თაქვიშა,
ვინც არ იცის იმის გასაგონად ვამბობ და ასევე ჩვენ დაგჭირდება ვიზერ ჩონჩხის თავი. ესეც ასე. ახლა კი ვდებთ აქ სულ თაქვიშას 1 2 3 4 როგორც ხედავთ აი აქ ისურნებს დრაკონი და ესე ჩონჩხის თავები. ესეც ასე ვიზერიც გავაჩინეთ. დავუდგოთ ახლა როგორ გავითარდება მოვლენები. აჰა. ვიზერმა ენდერმენების მოკლა დაიწყო. ენდერ დრაკონს საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ეს დრაკონი დაპარპაშებს, მიპარპაშებს, მოპარპაშებს. ზემოთაც ადის, ქვემოთაც ჩამოდის. სხვადასხვა ეს ენდერ სამყარო ძალიან პატარაა. სიდიდით ყველა მიწის რომ ენდერ დრაკონი უფრო დიდია ვიდრე ვიზერი. და მოდი ნახოთ მიაქცევს თუ არა ორივე ყურადღებას. ერთმანეთს თუ მიაქცევენ თუ არა ყურადღებას. სამწუხაროდ ეს იქეთ დადის ეს ვიზერი კიდე აქ ცდილობს რომ ვიღაცები მოკლას. აი ესე იგი ვიზერი თავს ესხმის ვითომ. არა, საერთოდ სამწუხაროდ არ აქცევს ვიზერი ენდერ დრაკონს ყურადღებას. მარტო ენდერმენებს კლავს. მეგობრებო, თქვენ ალბათ ორი გზა, მეგობრებო, კიდე ენდერ დრაკონის გაჩენაზე არის ორი გზა. ორი გზა არსებობს. როგორ უნდა გავაჩინოთ დრაკონი? ერთი გადავიღე და მეორე ახლა გაჩვენებთ. ეს მიყურებს და სად გავიხა ჯო? აი სამწუხაროდ როგორც ხედავთ, არც დრაკონი არ აქცევს ყურადღებას ვიზერს და არც ვიზერი არ აქცევს დრაკონს ყურადღებას. ეს დრაკონი დადის, მაღლა დაბლა ეს კიდე დაბრძანდება და ესურის მის ჩონჩხებს, ცეცხლოვან ჩონჩხებს ენდერმენებს. სხვადასხვა მეგობრებო, ჩემი საყვარელი მობი არის ენდერმენი. თქვენი რომელია საყვარელი მობი, თქოთ დამიწეროთ კომენტარებში. როგორც ხედავთ, აქ დრაკონი ისურებს, ვიზერი ყურადღებას არ აქცევს. როგორც ჩანს, ვიზერს ეშინია მისი. თუ გეშინია ბიჭო. ისი ცხენია ეს სოლი ბუთი და ეგ თუ რაც აქ. მოკლედ მეგობრებო, ყველაფერი ცუდად გამოდგა. სამწუხაროდ ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა. არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ვიზერი და ენდერ დრაკონი სამწუხაროდ. აკი რატოღაც მომეჩვენა რომ საავაფეთქე იგივე შინობა იყო. არა და სიმართლე რო გითხრათ მეგობრებო, ეს რო არის შემოსაზღვრული გალიებით, გისოსებით. რაღაც ცოტა არ იყოს, რთული არის. მასში ისრების გაძრომა. ჩემს ძალიან რთულია. ახლა კი მოდით რადგან არ გაამართლა ჩვენმა გეგმამ, ბარემ აქვე განახებთ თუ როგორ გავაჩინოთ ენდერ დრაკონი მეორე გზით. იგი თავიდან როცა ენდერ სამყაროში აღმოჩნდებით და ენდერ დრაკონი როგორც ხედავთ ესე დადის და გამოდის და თუ გინდათ რომ მოკლათ წერთ ასე ბრძანებას. ენდერ დრაკონის მოკლა ალბათ ძალიან დიდ ხანს წაიღებს, დიახ და ამისთვის არსებობს ბრძანება რომ უცებივე მოკვდეს. ამისათვის უნდა ჩაწერდეთ ბრძანება. kill
ძაღლუკა ძაღლუკას უცახი შემდეგ აქ ესეთი ფრჩხილები შემდეგ type უდრის სად არის უდრის აი აქ იქნება კი ბატონო type dragon და ხურად ფრჩხილებს დავწერთ არ ბრძანებას და როგორც ხედავთ ender დრაკონი მოკვდა ახლა კი ნახეთ როგორ უნდა გააცოცხლოთ ესე იგი ამ obsidian ანუ არის აქ 3 ბლოკი სიგრძე ხო შემდეგ აქ ვდებთ ანუ ამ 3 ბლოკის შუაში ვდებთ ეს მეოთხე იმედია იმუშავებს კი იმუშავა აი ნახეთ ზევით აიწია და ისევ აი ამ შუქურებს აცოცხლებს თოკებს აცოცხლებს და მეგობრებო ახლა აქ ნახეთ ახლა რა მოხდება გააჩნდება ნახეთ რა საშინელი ხმა იყო და გაჩნდა მეგობრებო ender დრაკონი თავიდან ეს ender სამყაროში შეგიძლიათ მხოლოდ სხვა სამყაროში შეგიძლიათ იმ ბრძანებით რა ბრძანებაც ახლა ჩაგაწერინეთ ანუ რა ბრძანებაც გითხარით ჩვენ პირველ ვიდეოში კარგით მეგობრებო სულ ეს იყო დღეისთვის უბრალოდ სულ ეს იყო ერთ დღეში 2 ან 3 ვიდეოს ვიღებ თუ შაბათ-კვირა და მოკლედ მეგობრებო იმედია თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ გთხოვთ ლაიქი მისცეთ ასევე დააკომენტაროთ და ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ისევ და ისევ რომ ჩემი არხი გამოიწეროთ მე კი ამით გემშვიდობებით დრაკონმა მოგვისროლოთ ჩემი სახლიაო მომავალ ვიდეომდე კარგად